ისევ ზინავს. საავადმყოფოში წამლებიც დაალევინეს. არ ვიცი ეს ნორმალურია? ამდენი მკურნალობის შემდეგ ისევ განუმეორდა. არა და რამდენი წელი რა კარგად იყო ძმაო. უკვე დაგვავიწყდა კიდეც გულენდამს ეპილეფსია რომ მქონდა. ეპილეფსიის დიაგნოზი ადრეც დაესვა? ესე იგი რაღაცამ გამოიწვია. რა მოხდა რომ გოგო საავადმყოფოში აღმოჩნდა? გეფიცებით მე არაფერ შუაში ვარ. დილით რაიმე განსაკუთრებული მოხდა? რამე ხომ არ გითხრა? არა, არ უთქვამს. გისმენთ. ვიმბრძანდებით. დილით საუზმის დროს ვიღაცამ დაურეკა. ძალიან გაუკვირდა და გარეთ გავიდა. გაუკვირდა? ვინ დაურეკა? არ გიკითხავს? არ მიკითხავს. მასაც არაფერი უთქვა, სად გადაწავიდა? გოგო სასეპატრონო? შენი ცოლისთვის არ გიკითხავს, ვინ დაურეკა? არ იცი ასე რატომ გაიკვირვა? გოგოს ქმრობას ასე უწევ? შენი გოგოს ქმარი არ ხარ? გეკითხები. ქმარი ვარ? არ ვიცი, მისი ქმარი ვარ? რას ამბობ? ისიც არ ვიცი ამ სახლში ვინ ვარ, რას წარმოვადგენ. არაფრის უფლება არ მაქვს. კაცი რომ იყო, ყველაფრის უფლება გექნებოდა. შენს ცოლზე უნდა ლოცულობდე, მის მუცლად მყოფ ბავშვზე უნდა ლოცულობდე. ცოცხალი მათი წყალობით ხარ. სახელს მაინც ამართლებდე. სად შენ და სად ვაჟკაცობა, მამაცობა. უსაქმური, უგუნური ნაგავი ხარ. ნაგავი ვარ. გონია ამით გულს მატკენ? მართალი ხარ? მართალი. მე ნაგავი ვარ. ნაგავი. ნამდვილი ნაგავი. იცით როგორ მოიქცა ქალი რომელმაც მე გამაჩინა? ნაგავ საყრელზე დამტოვა. ბავშვთა სახლში კი არა, მეჩეთის ეზოში კი არა, ნაგავ საყრელზე დამაგდო. შენ თვალიდან სისხლი უნდა მადინო? თვალები უნდა დამთხარო? რაც გინდა ის მოიმოქმედე, უკვე თავი მომაბეზრეთ. კმარა, მოკეთე, შეჩერდით, მოიცადეთ. ვეფა, არა, ხელი გაუშვი, გეყოფათ. საკმარისია. დაწყნარდი. კარგი, არ ვიცოდით, დამშვიდდი. უკვე იცით. არ ვიცი შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ მეც საკმაოდ მძიმე ისტორია მაქვს. დამშვიდდი. კარგი ძმაო. ჯოდის ღა უნდა დამშვიდდეთ. ეს რატომ გააკეთე? რას გულისხმობთ? არაფერი გამიკეთებია. კარგად დაფიქრდი. რას გულისხმობთ, არ ვიცი. რამე დავაშავე? ვიცი რომ მეხსიერების ბარათი შენ აიღე. ბარათი არ ამიღია. ნუ იტყუები. დღეს გულჯემალის სახლთან დაგინახე. მას წაუღე ის ჩანაწერი, რომელიც მე მომპარე. თვალი გამისწორე და სიმართლე მითხარი. ჩემს მოტყუებას არც კი ეცადო. ვინ ხარ გოგო? ვისთან თანამშრომლობ? კარგი. ყველაფერს მოგიყვებით. ხო, ოთახში შევედი, რომ მეხსიერების ბარათი ამეღო. გულჯემალის სახლში მე წავიღე. ანუ გულჯემალისთვის მუშაობ. უფალმა დამიფაროს.
ის გავაკეთე, რაც არმაღან ბეიმ მითხრა. არმაღან ბეი? დევაჰანიმის უდანაშაულობის დასამტკიცებლად იმ ჩანაწერის მიტანა მემთხოვა. გამაფრთხილა, არავის არაფერი უთხრაო. თუ არ გჯერა, წადი და თავად კითხე. მივიდეთ მასთან და ვკითხოთ. წამოდი. მე ის გავაკეთე, რაც არმაღან ბეიმ მითხრა. არაფერი დამიშავებია. ზაფერხანიმს არაფერი უთხრა. გთხოვ. პირდები. შინინებართვის გარეშე არაფერს გავაკეთებ. არაბის დავეხმარები. ხელსაც არ გავანძრავ. ხომიცი, აქ ჩემი ვაჟიშვილის გამო ვარ. არავინ მყავს, რომ უგვერდში დამიდგეს. რომ დამეხმაროს, რომ დამიცვას. მხოლოდ ამჯერად გაპატიებ. არავის არაფერს ვეტყვი, მაგრამ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება და უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს. როგორ არის? კარგად. შენ გითხულობს. გონსმოდი. ყველა ჩვენგანი დაძაბული ვართ. არ გეწვინოს. გაპატი. შენ წამომყევი. ძმაო, მოგიყვარ, რაც მოხდა. ამბობს არ მახსოვსო. აშკარად იტყუება. გულენდამის ტელეფონი ავიღე. ამ ნომერზე დარეკე. ჩემი საბრალო შვილი. ჩემი ტოლმა ვერ შეჭამა. ვინ უნდა იყოს? ალო, ვინ ხართ? გისმენთ? ზაფერ, ძმაო. ძმაო, დამშვიდი, ძმაო, დაწყნარდი. ჯერ დამშვიდი, ძმაო. თავი დამანებე ვეფა. შემეშვი, უკან არ გამომყვე. ქურაზე დადგია დუღდეს. შემდეგ დაუწია. გისმენთ? ვინ არის? ერთი წუთით? გულჯემალ ბეი მოსულა. სახლში შემოსვლას ცდილობს. არ შემოუშვან. ემრულაჰ. არ შემოუშვათ, გესმით? ემრულაჰ. გისმენთ? გულჯემალი მოსულა. არავითარ შემთხვევაში არ შემოუშვათ. არმაღანმა არ გაიგოს. წამალი მომიტანე. ახლავე. შემეშვი. შეჩერდი. კითხარი შეჩერდი მეთქი. შეჩერდი. შეჩერდი. არ მომიახლოვდე, თორემ გესვრი. არ მომიახლოვდე. გულჯემალ. შეჩერდი. ნაბიჯი არ გადმოდგა. იცოდე გესვრი. მართლა? მიდი მესროლე. მიდი. მიდი. ნახოთ მომკლავ თუ არა. მიდი. თუ მაგარი ხარ მომკალი. არ შეჩერდება ავადმყოფი.
აქ შეჩერდი. საკმარისია. მარტო დაგვტოვე. ქალბატონო, გითხარი მარტო დაგვტოვე მეთქი. სულაც არ მადარდებს მე როგორ მომექცევი, მაგრამ ჩემს დას არ უნდა შეხებოდი. შენი დისთვის არაფერი დამიშავებია. გოგო შენ გამო შეტევა დაემართა. მართლა? გამოჯამრთელებას ვუსურვებ. ანუ? მას რატომ დაურეკე? რას ერჩოდი? შვილის დასაბრუნებლად დახმარება ვთხოვე. არ მახანი რომ გამოგეშვა ეს არ მოხდებოდა. გულენდამის ჯამრთელობასთან დაკავშირებით დამნაშავეს თუ ეძებ თავად ხარ. რა უსინდისო ადამიანი ხარ. უფლის არ გეშინია? ხომ იცი რომ გულენდამს ეპილეფსია აქვს? ცუდი ამბავის გაგების შემდეგ შეტევა ემართება. იმ გოგოს რას ერჩი, მისგან რა გინდა? დაასრულე? ხოდა წადი აქედან. უფლის წინაშე მხოლოდ ერთ რამეს ვაპროტესტებდი. შენნაირი დედა რომ მყავდა. დედის არჩევანის გაკეთების საშუალება არ მაქვს. რომ მქონოდა შენნაირ დედას ნამდვილად არ ავირჩევდი. არჩევანის გაკეთების საშუალება არც მე მქონდა. რომ მქონოდა ვინატრებდი რომ საერთოდ არ დაბადებულიყავი. 25 წელი ელოდი. გეგმა სადგენდი. ბოღმი ცისხით იკვებებოდი. მაგრამ მე ერთ დღეში ერთი სიტყვით გეგმა ჩაგიშალე და გაგანადგურე. აღარც დევა გყავს. აღარც არ მაღანი. კინაღამ გულენდამიც დაკარგე. შენ ვერ შემებრძოლები. ძალა არ გეყოფა. ვერც წარმოიდგენ რა შემიძლია გავაკეთო. არ მაღანით მე მუქრები არა? შედი და ყველაფერი თავად მოუღები. მიდი და ელაპარაკე. მაგრამ ვერაფერს გააგებინებ, რადგან მას მამა მოუკალი. გულჯემალ, უკან დაიხიე. რაც გინდა ის გააკეთე. მაინც არ შეგიყვარებ. შენი დანახვაც კი არ მინდა. არ მინდა თვალებში ჩაგხედო. არ მჭირდები. თუ გინდა რომ გულენდამი არ გაგიჟდეს, ხვარძლისგან თავი არ მოიკლას. წადი აქედან. ჩემი ცხოვრებიდან გაგრი. გაგაგდე გულიდანაც და ამ ქალაქიდანაც გაგაგდე. როგორც ეშმაკი, 60-ში ვერ დაბრუნდება. ვერ შენ დაბრუნდები ჩემს ცხოვრებაში. ასეა? იტყვიან ხოლმე 60 დედების ფეხქვეშ არისო. ეს შენ არ გეხება. ეშმაკი პასუხს უფლის წინაშე აგებს, შენ კი ჩვენს წინაშე. 60-ში ვერასოდეს მოხვდები. მე და გულენდამს ვერ გადაგვივლი და 60-ის კარს ვერ შეაღებ. რადგან მე არასოდეს გაპატიებ.
უმანკო ხარ, როდესაც გძინავს გრძელ წამწამებიანო. აქ რა საკეთებ? გარეთ გადი. აქ როგორ შემოხვედი? გადი, თორემ მიყვირებ. შენთან მოვედი. ჩემგან რა სიტყობ? ყველას ძალიან მოენატრე. ვის მოვენატრე? დათვს. უზარმაზარ დათვს. სულ შენზე ფიქრობს. არც ჭამს, არც სვამს. შენი ძაცვლის შემდეგ ერთხელაც არ გაუცინია. იმ დათს ჩემთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. ამიტომ მოვედი ბოდიშს გიხდის. ბოდიშის მოსახდელად მე გამომგზავნა. დათვის ბოდიშს ღებულობ? რა მნიშვნელობა აქვს? ჩემგან კიდევ რა უნდა? მას შენ სჭირდები. ღმერთო ჩემო, ის ვინ არის? შენ ვინ ხარ? მამამ შენთვის იყიდა, რადგან თხები გიყვარს. რა ლამაზია. ის შენ იყავი? რას ამბობდება? სიზმარს ვნახულობდი. კოშმარი გესიზმრა? რადგან ბოდავდი ჯემალ ბეიო. არ მახსოვს რა და მესიზმრა. ალბათ მართლა კოშმარი იყო. რა ლამაზი ხარ. რა საყვარელი. ჩვენი ოჯახის ახალი წევრი შეგიყვარდა? ძალიან. ჩემი აზრით სრული შემადგენლობა ვართ. თხა გვაკლდა და ისიც ყავს. რა ლამაზია დაოიფიქ. მართლაც საყვარელია. რა დავარქვათ? მოდი, დამენახე. მასავით მიყურებს. გულჯემალი გერქვას. დევა გრცხვენოდეს. ისევ გულჯემალს გაიძახი. ისევ მასზე ფიქრობ? არ ვფიქრობ. უბრალოდ ნერვები მეშლება, როცა მახსენდება. სულ ეს არის. რატომ? ერთი თვე გავიდა. დავუმტკიცე. მე და მამა სუსამართლოდ რომ მოგვექცა. ბოდიშის მოხდაზე აღარაფერს ვამბობ. არც კი დარეკა. დევა მამამ ხომ აგვიკრძალა. ტელეფონის ნომრების შევცვალეთ. ჩვენ გულჯემალზე ვსაუბრობთ. სადაც უნდა ვიყო მაინც მიპოვის. თვითონ ასე მითხრა. მაგრამ ჯიუდია. თხასავი ჯიუდი. გულჯემალ. 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 როგორ მოუხდა? დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, ერთმანეთი უკვე გაიცანით? ხო, გავიცანით. ერთმანეთი უკვე შეგვიყვარდა კიდეც. მოდი ერთზე დავლიოთ. ჩემი მეგობრისგან წამოვიყვანე. კიდევ წამოვიყვან. ძეს ხომ არ შევუწყვეთ? არა, რას ამბობ? მოდი ერთზე დალიე. მოდი. შეეშვიაროს და ბალახი ჭამოს. ყავა მოგიდუღო? მომიდუღე შვილო. მომიდუღე. წავალ მოვადუღებ. რძის ბოთლს აგდავდებ. დადე, სადმე მანდადე. Abi ne zaman döneceksin? ჩემი ძმა სოფრას როდის მიუჩდება? Kapattı kendisini odaya. ოთახში ჩაიგედა. ხომ არ მივიდე და ვთხოვო. უარს არ მეტყვის. დილით ადრიანად წავიდა. არ უთქვამს სად. ვეღარ ვცნობ. Hiç yapmazdı. ასე არასდროს მოქცეულა. კი ძლიერია. ასე ადვილად არ დანებდება. არ ვიცი რა გითხრათ. არავის ეკონტაქტება. რამდენიმე დღეა ოთახიდან არ გამოსულა. იმედია თავს რამეს არ აბნებს.
Her şey bir yana. ყველაფერს თავიდანვენებოდ დევას წასვლამ ჩემს ძმაზე ცუდად იმოქმედა. Ana sen o kızı გარა, გოგოს საერთოდ დაურეკე? Aradım. დავურეკე. Numara ნომერი გაუქმებულიაო. bence ჩემი აზრით სიმართლე ყველამ ვიცით, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ. ama ჩემი აზრით გულჯემალი danebda. Cemal vazgeçti. Abim ჩემი ძმა ამ გზიდან უკან დაბრუნდება ვეფა. არ დაბრუნდებოდა იმ დღემდე. ყველაფერი რაც მოხდა, სწორედ იმ დღეს მოხდა. ჯერ დევა წავიდა, შემდეგ არმაღანი წავიდა, შემდეგ შენც შეტევა დაგემართა. განადგურდა. კაცმა ამდენს ვეღარ გაუძლო. უკანასკნელი წვეთი იყო გულენდამ. Buradan sonra ხდება რომ ზიანს გაყენებთ და ამიტომ შეჩერდა. o yüzden სწორედ ამიტომ. ფიქრობს რომ ყველაფერი დავკარგე. მაგრამ ასე არ არის. შენთვის მოცემულ პირობას შევასრულებ, მამა. არ მოკვდება სანამ იგივეს არ გადაიტანს. იგივეს რაც ჩვენ გადაგვატანინა. ნუ ღელა. yanımızda olsaydı. არ მაღან წავიდე ჩვილო. იცი მე შენი მჯეროდა. უფროს ძმად მიმაჩნდი. Sen ჩემთან საუბარი როგორ გაბედე, როდესაც ხელი მამა ჩემის სისხლით კონდა გასრული. შენთან ერთად სუფრასთან დავჯექი, შენი ლუკმა შევჭამე. ვინ იცის როგორ დამცინოდი. ოდნავ მაინც დამშვიდდი? biraz soğudu. ცხენამ გაგიარა? არ გამიარა. არ გამიარა. ცხოვრებაში ასე არასოდეს მდომებია რომ ფეხზე ადგომა შემეძლოს. ისეთი ძლიერი ვიყო რომ შენ თავყბა გაგიერთიანო. თავი ასე უმწეო მდგომარეობაში არასოდეს მიგრძვნია. Hiç bu kadar არასოდეს. არ გინდა არ მაღან. დამშვიდდი. მართლა? რას აკეთებ? რას აკეთებ? გამომართვი. მიდი. გამომართვი. არ მაღან არ გაბედო. არ ჩაერიო. კბილი კბილს, სისხლის სისხლს. ჩემს წიგნში ასე წერია. არ მაღან არ გაბედო. დღეს აქ ანგარიში არავისთან გამისწორებია. იცოდე არ შევჩერდები. არ მაღან. იერახს ხელი გაუშვი. დააგდე შვილო. არ მაღან არ გაბედო. მხოლოდ შენ გაქვს უფლება ეკტყვი ამ ესროლა. არა. თხოვ ამას ნოიზამ. მიდი მესროლე. იქნებ დამშვიდდე. არ გინდა არ მაღან. გთხოვ. თუ ტყვიას დაგახლი, შენგან არაფრით განსხვავდები. Hiçbir farkım kalmaz. ეს ზიზღი და ღვარძლი შენთვის საკმარისია.
სიზმარში ვიღაც შუბლზე თუ გაგოცებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პირი თქვენი ბედის წერაა. ეს უკვე მეტის მეტია. ბედის წერა. ჯერე გაფინე, შემდეგ დარჩენები. კარგი, ხალბატონო. გისმენ. დედა გარა? დევა, შენ ხარ შვილო? ხო, მე ვარ. როგორ ხარ? კარგად ვარ, შვილო, კარგად. შენზე ვდარდობდი. მე კარგად ვარ. ისე წამოვედი, მადლობაც ვერ გითხარი. ვერ დაგემშვიდობე. არა და როგორ მეხმარებოდი? ასე არ უნდა წამოვსულიყავი. ამიტომ დაგირეკე. კარგი რა შვილო. რა მადლობა. განა რა გავაკეთე? ძალიან გამახარებ რომ დამირეკე. სახლი შენ გარეშე ცარიელია. უშენობას ყველა განმიცდით. ალბათ მხოლოდ შენ განიცდი. არ მგონია შენ გარდა ვინმე სვადარდებდე. მით უფრო მას. გულჯემალს გულისხმობ? ხო. ჯემალ ბეიმ კითხულობს? არა, არ კითხულობს. აქ ბევრი რამ შეიცვალა დევა. გულჯემალი ძალიან ცუდად არის. ოთახში ჩაიგედა. დღეებია არ გამოდის. რატომ? რადგან გულჯემალი ცუდად არის. რა სჭირს? ცუდი პერიოდი აქვს. გამიბრაზდება, ვერ გეტყვი. ნუ ეტყვი, ჯაშუში ეგონები. ჯაშუშობაში ბრალს დაგდებს. თანაც მისი ამბავი არ მაინტერესებს. მის მოსაკითხად არ დამირეკავს. შენ მომენადრე. ჩვენც ძალიან მოგვენადრე. ძალიან. დევა, სად ხარ შვილო? სხვა დროს დაგირეკავ, ნახვამდის. სიბრაზისგან არც კი ვუკითხი ვარ. თითქოს ძალიან მაინტერესებდეს. ვის ელაპარაკები, დევა? დედა გარას. ვერ დავემშვიდობე. მასთან შევრცხვი. არა და როგორ მეხმარებოდა. ვიფიქრე მადლობას ვეტყვი მეთქი. რა გინდა? იმავად მყოფა ისევ გვიპოვოს? რა შუაშია? ეგ არ მithქვამს. არ მithქვამს სად ვარ? არ მithქვამს გეფიცები. კარგი, მეორედ აღარ დაურეკო. ყავა მოგიდუღე. მისმინე. მამას არაფერი უთხრა, კარგი? კარგი, არ ვეტყვი. კარგი, არ ვეტყვი. არ უთხრა, გაბრაზდება. არ ვეტყვი, დევა. მოდი. ძმაო. მე ძახდი? მოდი, მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაგელაპარაკო. მოდი გამოვიცნობ, რასაც აპირებ. ჩვენი ბარგი უნდა ჩავალაგოთ და ამ ქალაქიდან უნდა წავიდეთ. რა სისულელეს ამბობ? სად უნდა წავიდეთ? რა ვიცი ძმაო, რამდენი დღეა ოთახიდან არ გამოსულ ხარ. საკუთარ თავში ჩაიგეთე, ვიფიქრე რომ დანებდი. თურმე საერთოდ არ გაგიცნი ვარ. გველს ხომ მეძახი. იცი გველი ტყავს რატომ იცვლის? ბუნების პირობები დაუნდობელია. ტყავის შეცვლის პროცესი საკმაოდ მტკივნეული. კუთხეში დგები და იმალები. მეც ასე მოვიქეცი. კუთხეში დავდექი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა უფალს, კარგად ვარ. ნორმალურად. მადლობა უფალს. დაგვიბრუნდი უფროსო. ჩვენს წიგნში დანებება არ წერია, სხვა რა შეგვიძლია. რა თქმა უნდა არ წერია, საიდან ვიწყებთ? არ მეტყვი? სადაც გავჩერდით? ჯაშუში უნდა ვიპოვოთ. ხო. დევა არ არის, მხოლოდ ერთი კაცი გვრჩება. მერთი. ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა. ჩემი დაშიაცდინა. მერთ. ამჯერად მართლა ვერავინ გიშველის. მას ახლოს არ ვიცნობთ. დროც არ გქონდა რომ მის შესახებ რამე გაგვერყვია. გარკვია ვინ არის, რაც წარმოადგენს, სად დაიბადა. ოჯახის წევრები ვინ არიან, მეგობრები ვინ ხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვინ არიან. ისიც გაიგე, ვისზე იყო დანიშნული, ყველაფერი გაიგე.
მისი პროფესიული რეზიუმე წარმომიდგინე. ნუ ღელავ, მის შესახებ ყველაფერს გავარკვევ, ინფორმაციას მოვიძიე. წყეული მციღავთ. ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით. ჯანდაბა. ტელეფონს უპასუხე. ეს ტენდერი მხოლოდ თქვენთვის არა, ჩემთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ნეგატიური ფაქტი ან ნაკლოვანება მოგეხსენებათ, რომ ჩემს პოლიტიკურ კარიერაზე უარყოფითა დაისახება. თქვენი მესმის, ბატონო მერო. სურს რომ დაგეხმაროთ, ამიტომ რამდენიმე მეწარმეს შევხვდი. ფაქას ფონდის შესახებ ალბათ გსმენიათ. ფონდი, რომელიც გამოვლ მდგომარეობაში მყოფ ქალებს და ბავშვებს ეხმარება. მართალი ხართ, ამ მიზეზით მათ წარმომადგენლებს შევხვდი. სურვილი გამოთქვეს, რომ პროექტში ჩაერთონ და $2 მილიონი ინვესტიცია ჩადონ. გამოგიტყდებით და ძალიან გამიხარდა. თქვენი მადლობელი ვარ, ბატონო მერო. რას ბრძანებთ ზაფერჰანიმ? მომართლა, თქვენთან შესახვედრად 2 დღის შემდეგ ბურსაში ჩამოვლენ. მერწმუნეთ დავხვდები და უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლებ. ეჭვიც არ მეპარება. თქვენი ნებართვით დაგტოვებთ. გაგაცილებთ. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო მერო. ნახვამდის. ევროლა. კალბატონო. ფონდი ფაქა რომ არის. დიახ. ქალაქის მერს ჩვენთვის ინვესტორი მოუნახავს. $2 მილიონ მოგცემენ. 2 მილიონს. სასიხარულო ინფორმაციაა. გადავრჩით. მადლობა უფალს. მართლა ძალიან გამეხარდა. თუ ასეა თქვენთვის მეც სასიხარულო ინფორმაცია მაქვს. რა ხდება? დევას ადგილსამყოფელი დავადგინე. დღეს რა კარგი დღეა. თანაც მე არაფერი გამიკეთებია. ამჯერად რაღა უნდა? სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ, მანდ მოვდივარ. აქ არ მოხვიდე. მისამართს მოგწერ. ზაფერჰანიმისგან ახლახანს გამოვედი, თქვენი წინადადება შევთავაზე. რა თქმა უნდა დათანხმდა, ძალიან გაუხარდა. კარგი, დიდი მადლობა. არ იცის დახმარება ჩემგან რომ მოდის არა? თქვენ შესახებ არაფერი მithქვამს. მინდა საიდუმლო დარჩეს, რომ სწოდნო და არ დაგთანხმდებოდათ. გმადლობთ, მომავალ შეხვედრამდე. გულჯემალბეი, სანამ დაგემშვიდობებით რაღაც მინდა რომ გკითხოთ. გისმენთ? ასე რატომ იქცევით? ზაფერჰანიმს რატომ ეხმარებით? იმიტომ რომ ის დედა ჩემია. არ დაუშვებ რომ ამგვარად გაკოტრდეს. თქვენ ძალიან კარგი შვილი ხართ. შვიდობით. ნახვამდის გულჯემალბეი. ზაფერჰანიმი ახლა მიხვდება თუ როგორი შვილი ვარ. წარედინანებს რომ ზედმეტ სახელად გველი დამარქვა. გამარჯობა. გამარჯობა. შეგეძლია ამ ტელეფონს ბლოკი მოხსნა? გამოიყენებ? არა, შიდა ინფორმაცია მჭირდება. საკმაოდ დაცული ტელეფონები გამოდის. შენზე მითხრეს პროფესიონალიაო. კარგი ძმაო, დამიტოვე ვეცდები რომ ხვალ დილამდე ეს საქმე მოვაგვარო. არა, კი არ უნდა ეცადო, უნდა მოვაგვარო. კარგი ძმაო, ჩათვალე რომ მოვაგვარებ. კარგი ძმაო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მადლობ. ხოჭა, გულენდამს შენ გამო ქისისთვის თავი მოუხსნია. რეზიდენციაში ოფისი გაქვს, მანქანა ყავს. გილოცა მშვიდობაში. იმის რომ ეხნება რომ მშვიდობაში მოვიხმარო. ამ თემაზე საუბრის დრო არ არის, ნუ თუ ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. ხედავ, შიშისგან ლამის მოკვდე. მე შინი აბარ უნდა მეშინოდეს შენმა აბადმყოფმა შვილმა ბრძანა რომ ჩემ შესახებ ყველაფერი შეისწავლონ. საცოლის საკითხზე არის დარდო, მაგ საკითხს მე მოვაგვარებ. ვერაფერს გაიგებს. გაიგებს კალბატონო, როგორღაც მაინც გაიგებს, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის. გთხოვ, გემუდარები, ისე დაგეგმე რომ ვერაფერი გაიგოს, დამეხმარე, გთხოვ. დამშვიდი, მე დაგეხმარები. ეს რა არის? სოფელი ენიჯე, ნომერი 6. ეს არის შენი გეგმა? ეს ვისი მისამართია? დევას ახალი მისამართია. გულჯემალს უნდა მისცე. რა სისულელია, როგორ მოვიქცე?
დევა გულჯემალს ჩემი ნებით დავუთმო? მაგას ჯობს მოვკვდე. ხმა ჩაიგვინდე. დევას ადგილსამყოფელის დასადგენად რა მოიმოქმედე? არც არაფერი. გულჯემალის სახლში ჩაესიწე. განცხრომაში ხარ. დევა არ გადარდებს. კი, მაგრამ იმ სახლში რატომ მოხვდი? თავად ერთ თვეში ძლივს გაგირკვევია და მე როგორ დავადგენდი? გასარკვევად ერთი თვე არ დამჭირდა. კარგა ხნით ადრე დავადგინე, მაგრამ ახლა მოგეცი. გულჯემალს რომ არ გადასცე, გონია თვითონ დევას ვერ მიაგნებს? ცდები. მიეცი გულჯემალს, მისი გული უნდა მოიგო. შენში ეჭვი არ უნდა ებარებოდეს. ერთი ქვით რამდენიმე ჩიტი უნდა მოგლა. გაიგე? ვერ გაიგე. გავიგე, ფიქრობ. მითხარი დედა გარა, რაც უნდა მითხრა. დევამ დამირეკა. რა გითხრა? არაფერი. მომიკითხა როგორ ხართო? რა ხდებაო? საცხოვრობს არ უთქვამს. თუ გინდა ნომერს მოგცემ და ურეგე. არ მინდა. გულენდამ, რაღაც უნდა გითხრა. მოხდა რამე? რამე ცუდი? არა, ჯერჯერობით არაფერი მომხდარა, რაღაც მომიმოქმედე. რას გულისხმობ მერტ? სხვი საქმეში ჩავერიე და ინფორმაცია მოვიძიე. თანაც გავარკვიე კიდეც. მერტ მითხარი რა მოიმოქმედე? მეშინია შენი ძმა არ გაბრაზდეს. მე დევას ადგილსამყოფელი დავადგინე. ასე რატომ მოიქეცი? ჩემთვის ბევრი რამ გაიღო. მართალია მკაცრი ადამიანია, უხეშად მეკცევა, მაგრამ მთლიანობაში ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. თქვენი ოჯახის წევრი გავხდი. ამ სახლში ვცხოვრობ. ასე ამის გამო მოვიქეცი, შენ გამო. არ მინდა რომ ინერვიულო, აღარაფერზე ინერვიულო, კარგი? შენი ძმა ნერვიულობ, შენც ნერვიულობ. გული მისკდება ისევ შეუძლოდ არ გახდე. ვიფიქრე რომ შენს ძმასაც დაინტერესებდა. ამიტომ დევას მისამართი გავიგე. რა კეთილი ადამიანი ხარ. უფალს ყოველდღე მადლობას ვეუბნები, რომ ცოლად შენ გამოგყევი. მეც ასევე. უფლის მეც მადლობელი ვარ, რომ შენზე დავქორწინდი. წადი ჩემს მას მისამართი მიეცი. მოდი ასე მოვიქცეთ, თითქოს შენ გაარკვიე, შენ მიეცი. მეშინია გულენდა არ გამიბრაზდეს. ხომ გესმის? ნუ წუხარ არაფერს გეტყვის. ერთად წავიდეთ. ასე აჯობებს? წამოდი. ერთად მივცეთ.